ამერიკის შეერთებულ შტატებთან ივანშვილის ხელისუფლება ურთიერთობებს ვერ ალაგებს. არადა პროპაგანდა აქტიურად გვატყუებს თითქოს ოცნებას ტრამპის ადმინისტრაციასთან გადატვირთვის რაღაც შანსი ჯერ კიდევ აქვს. ამისი ნიშანია ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს დასჭირდება $15,000-მდე თანხა ამერიკის ვიზის ასაღებად. სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყანა შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებს საგარანტიო თანხა დასჭირდებათ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესასვლელად. ქვეყანა, რომელსაც ერთ დროს ამბიცია ჰქონდა ამერიკასთან უვიზო მიმოსვლის, ახლა გადაინაცვლა იმ 50 ქვეყნის ჩამონათვალში, რომელზეც ანალოგიური წესები მოქმედებს. აქამდე ასეთი 38 სახელმწიფო იყო, ამას დაემატა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა. ჩვენს სიუჟეტში მოგიყვებით რა უნდა იცოდეთ ცვლილების დეტალებზე და რა გახდა გადაწყვეტილების საფუძველი, რომელიც 2 აპრილიდან ამოქმედება და ამ სიუჟეტს თავისი შესავალი სიტყვის შემდეგ სოფო ვარდიაშვილი წარმოგვიდგენს. ეს რეგულაციები უკვე ძალიან მალე 2 აპრილიდან ამოქმედება და საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის ასაღებად მოუწევთ ამერიკის საელჩოებში ნებისმიერ ქვეყანაში სავალდებულო საგარანტიო თანხის გადახდა, რომელიც არ არის ცოტა, ეს 5,000-დან 15,000-მდე არის, რაც და ეს ზომა განისაზღვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაუბრების დროს. 50 ქვეყანა არის ასეთი, რომელსაც ვიზის აღების დროს ასეთი რეგულაციები უწევს. 12 ქვეყანა სულ ცოტა ხნის წინ ემატა და მათ შორის მოხდა საქართველოც. ამ 12 ქვეყანას შორის ძირითადად დაბალი დემოკრატიისა და ღარიბი ქვეყნები არიან და ამ 12 ქვეყანას შორის აღსანიშნავია, რომ არ არის არც ერთი საქართველოს მეზობელი და რეგიონში მყოფი ქვეყანა. ამ ქვეყნებში რუსეთი და ბელარუსიც კი არ არიან, თუმცა მოხდა საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მუდმივად ამტკიცებს, რომ ახალ ურთიერთობების ახალ ფურცელს იწყებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გარკვეულ ვიზიტებსაც ახორციელებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამას შედეგი ამ დრომდე არ მოყოლია. ოპონენტებისთვის ყველასთვის ცხადია, რომ მართალია საქართველოსთან სტატისტიკა ძალიან მაღალია იმისა, რომ მოქალაქეები უვიზოდ, უпростоრად ვიზის დარღვევით მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ დროულად არ ბრუნდებიან და იქ აგრძელებენ ყოფნას ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში აქვს პოლიტიკურ ურთიერთობებს ქართული ოცნების ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, როდესაც ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად გაწყვეტა სტრატეგიული პარტნიორობა ამ ქვეყანასთან. ამ ყველაფრის გათვალისწინების და ამ ყველაფრის მიუხედავად ქართული ოცნება მთავარ დამნაშავედ ამ პროცესში მაინც ქართულ ხალხს აცხადებს. კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოტო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები, ტუნისი. არც ერთი საქართველოს რეგიონიდან ან სამეზობლოდან არ არის და არც ერთი ევროპული ქვეყანა არ არის. ეს 11-ვე ქვეყანა და კიდევ საქართველო ერთად მოხვდა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში, რომლებისთვისაც ვიზის გასაცემად შეერთებულმა შტატებმა ახალი შეზღუდვები დააწესა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ამერიკაში ტურისტული თუ საქმიანი ვიზიტებისას ვიზის ასაღებად სავალდებულო ფულადი გარანტიის გადახდა მოუწევთ. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს სკრინინგისა და შემოწმების პოლიტიკის სრულ გადახედვას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან უკანონოდ არ გამოიყენონ შეერთებულ შტატებში სოციალური დახმარება ან არ გახდნენ ტვირთი საზოგადოებისათვის. ასეთი ქვეყნების რაოდენობა მანამდე 38 იყო. ახალ დამატებულ 12-ში კი მოხვდა საქართველოც. რეგულაცია ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნის ამერიკის საელჩოში შესვლისას შეეხება. სავალდებულო გარანტიის თანხის ოდენობა 5,000 ან 15,000 იქნება და ეს საელჩოში გასაუბრებისას განისაზღვრება. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით ამ რეგულაციებით სახელმწიფო მიზნად ისახავს, რომ ვიზის ვადებისა და პირობების დარღვევა აირიდოს თავიდან. მაგალითად, ვიზის აღების დროს, როდესაც ადამიანი წარადგენს, რომ ის საჯარო სამსახურშია დასაქმებული და ეს ცნობა მიღებული აქვს მას კორუფციის გზით, გაყალბებული გზით, ესეც სტატისტიკურად აღირიცხება და აქაც კორუფცია არის დაკავშირებული. კონკრეტულ მაგალითებს იხსენებს გია ხუროშვილი, საიმიგრაციო სამართლის იურისტი, რომელიც წლებია საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში დოკუმენტების იურიდიულად მოწესრიგებაში ეხმარება. მისი თქმით, ეს ახალი წესები ნეგატიური სტატისტიკიდანაც გამომდინარეობს, მაგრამ ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამერიკასა და საქართველოს შორის გართულებულ ურთიერთობებს. კერძოდ იმას, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები აღარ არსებობს არც ინფორმაციის სათანადო გაცვლის პრაქტიკა. ხშირად ისმება შეკითხვა არის თუ არა აქ
პოლიტიკური გადაწყვეტილება და ქვეყნის პოლიტიკური ნიშნით დასჯა. ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ საუბარი ამაზე არ არის, მაგრამ გლობალურად თუ გავითვალისწინებთ როგორ მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, აუცილებლად მივხვდებით, რომ ეს კავშირშია, რატომ პირველი ის, რომ საქართველოს მთავრობასთან შეწყვეტილი აქვს ამერიკას პარტნიორული სტრატეგიული ურთიერთობა, არენდობა მთავრობას კორუფციის გამო, არენდობა მთავრობას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ის რომ ადამიანი ვიზით ჩამოდის და მათ შორის გაყალბებული დოკუმენტაციით და აქ ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დათვლადია, ეს ყველაფერი შესაბამისობაში მოწმდება ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან და მაღალი რისკი ჩნდება იმისა, რომ ადამიანები თუნდაც ტურისტული ვიზით ჩამოსული შემდეგ აქ უკვე მოითხოვენ თავშესაფარს. გია ხუროშვილი განმარტავს, რომ ვიზის დარღვევით საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა ძალიან გართულდა, რადგან მათთვის არც იქ ყოფნა უსაფრთხო და არც დოკუმენტების გარეშე მუშაობის შესაძლებლობაა გარანტირებული. ყველანაირი ურთიერთობის შეწყვეტა ევროკავშირსა და ამერიკის მხრიდან. საქართველოს აქცევს თურქმენეთის ტოლფას სახელმწიფოდ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ოცნებობდა ქართული ოცნება, იმ კლუბში აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატების ეს რეგულაციები საქართველოს აქცევს დემოკრატიულად ნაკლებ განვითარებული, ავტორიტარული და დიქტატორული ქვეყნების სიაში და სრულად იზოლირებულს ხდის დემოკრატიული სამყაროსგან. ეკონომისტმა რომან გოცირიძემ შეისწავლა 50 ქვეყნიანი სიის მონაცემები და დაადგინა, რომ მასში ძირითადად აფრიკისა და აზიის ღარიბი და არადემოკრატიული ქვეყნები არიან, სადაც ამერიკის ვიზაზე უარს მსურველების 90-95% ეუბნებიან. ადამიანების უმეტესობამ აფრიკული ქვეყნებიდან, ვინც ვიზისთვის $15,000-მდე გარანტია გადაიხადა, ეს ფული დაკარგა, რადგან ვიზები დაარღვიეს და ამერიკა თავის დროზე არ დაუტოვებიათ. რომან გოცირიძე ამ წესების ამოქმედების შედეგებსაც პროგნოზირებს. საეჭვო ადამიანებს, რომელიც შეიძლება დღეს 100%-იანად დაეკმაყოფილებინათ ამერიკული ვიზით, მომავალში მას საეჭვოთა კატეგორიაში გადაიყვანენ და მოთხოვენ ფულს. ამიტომ მნიშვნელოვნად შემცირდება ამერიკასთან ურთიერთობა ჩვენი მოქალაქეებისა, როგორც პერსონალური, ასევე ბიზნეს კუთხით. შავსიაში ყოფნა ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს იგივე ინვესტიციებზე თუ სხვა სახის ურთიერთობებზე. აი აქამდე მიიყვანა ქვეყანა ქართულმა ოცნებამ. მრავალი ძალიან ცუდი სიურპრიზები გველოდება წინ. ვინ იფიქრებდა რომ ეს მოხდებოდა? სანამ ეს რეჟიმი არსებობს. თავი პასუხისმგებლობა რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაზეა ცხადია ოპოზიციისთვისაც. პოლიტიკოსების შეფასებით ოცნებამ სრულად დააკარგვინა ქვეყანას შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობა და ყველა სიკეთე, რაც ამ ურთიერთობების განვითარებას მოჰყვებოდა. მათი თქმით ოცნებამ ქვეყანა მთავარ პარტნიორთან ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაიყვანა. კარგად გვახსოვს რა პერსპექტივები ქონდა ქართულ ხალხს იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილის სისტემის დემონტაჟი მოხდებოდა და არჩევნების გზით რა თქმა უნდა სურდა ქართულ ხალხს, თუმცა ვერ მოხერხდა გაყალბების გამო და რა თქმა უნდა ეს იყო არათუ თანაპირები, არამედ კონკრეტული რეალური პირობები, ეს იყო ფაქტობრივად უვიზო მიმოსვლა, ეკონომიკური ბენეფიტები, სამხედრო უსაფრთხოების სფეროში ბენეფიტები რაც გვექნებოდა და ამის მაგალითად ვიღებთ აბსოლუტურ იზოლაციას, სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტას. საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის კრიმინალური ჯგუფი, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს სანდო პარტნიორი და უსაფრთხო ქვეყანა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, მაგრამ იყოს აბსოლუტურად სანდო რუსეთისთვის, ირანისთვის და ჩინეთისთვის. ის რომ ქართულმა ოცნებამ მოსპო ამერიკასთან ურთიერთობები არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ დღეს საქართველო უკვე ხვდება ამ ძალიან სამწუხარო და მე ვიტყოდი სამარცხვინო სიაში. ქართული ოცნება კი, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციას პროპაგანდისტების საშუალებით ხან Deep State-ის ნაწილად აცხადებს, ხან კი საკუთარ ამომრჩეველს უმტკიცებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობებს ახალი ფურცლი დაიწყებს, ახლა სრულად ხალხს ადანაშაულებს. ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით განმარტებას გვიგზავნის, რომლითაც ბრალსაც ქართულ ხალხს აკისრებს და პასუხისმგებლობასაც.
ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე სამწუხაროდ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს. მოუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე. ახალი წესები შეერთებული შტატების ვიზების აღების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე 2 აპრილიდან ამოქმედდება. საგარანტიო თანხის გარდა საქართველოს მოქალაქე ჩვეულებრივად იხდის ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მოსაკრებელსაც. გარანტიის გადახდა ვიზის აუცილებლად მიღებას არ ნიშნავს. ეს თანხა მოქალაქეს უკან უბრუნდება, თუ ვიზის პირობებს არ დაარღვევს და განსაზღვრულ ვადაში დატოვებს ამერიკას. თანხა უკან დაბრუნდება ასევე თუ მოქალაქე საერთოდ არ გამოიყენებს ვიზას და არ გაემგზავრება შეერთებულ შტატებში.